მთელი გული ვორდები იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც ეს შემიტყოდა, რასაც დიდი ხანია ვერ ვიტყვი. დასავლური სანქციების პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ფინანსური ტრიუკების ქსელს უკვე დიდი ხანია აწყობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსული კანონით გამოწვეული ხმაურის ფონზე ივანიშვილმა ოფშორების კანონი შემოგვასაღა, ამით მან საკუთარი ქონების საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის მექანიზმი შეიქმნა. ამის შემდეგ მას მხოლოდ საკუთარი ფინანსების უსაფრთხოდ დაბინავების გზების მოძიება სჭირდებოდა. გამოსავალი მალევე იპოვა. ყველაფერი ქართულ ბანკიდან იწყება. დროებას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკთან მოგებული დავის კომპენსაცია, რომელიც დაახლოებით $500 მილიონ შეადგენდა, სწორედ ქართულ ბანკში გადმორიცხა. ალბათ სადაო არ არის ის ამბავი, რომ ქართულ ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ციხესიმაგრედ ითვლება. ეს არ ახალი ამბავია, თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. ასევე სანდო წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ეს თანხა ბანკის ანგარიშზე დიდხანს არ დარჩენილა. ფარული ტრანსფერის მეშვეობით ივანიშვილის მოგებული მილიონები პირდაპირ ეროვნული ბანკის სეიფში აღმოჩნდა. დაწესებულებაში, რომელიც რეალურად ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ინდივიდუალური პირისას. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ბანკს ფაქტობრივად იმუნიტეტი გააჩნია. ისინი სანქციების ობიექტები იშვიათად ხდებიან. რაც მათ თითქმის სრულყოფილ თავშესაფარად აქცევს მათთვის, ვისაც საერთაშორისო რეგულაციების შიში აქვს. საქართველოს კანონმდებლობით ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ აქვს უფლება ეროვნულ ბანკში გახსნას ანგარიში. ამის უფლება მხოლოდ ქართულ კომერციულ ბანკებს აქვთ. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ბანკმა ქართულ, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ივანიშვილის ჩრდილოვანი კარიბჭე, ეროვნულ ბანკში არსებულ საკუთარ სავალუტო ანგარიშზე ნოემბრისთვის დასაწყისში გადარიცხა დაახლოებით $500 მილიონი. ეს თანხა საქართველოს საბანკო ისტორიაში ფაქტობრივად უპრეცედენტო მოცულობისაა. როგორც ამბობენ, ის არენდობა ევროპის საბანკო სისტემას ეშინია სანქციებისა და იწყებს ამ ფულის გადამალვას. და ამ გადამალვის ერთ-ერთი გზა არის ფულის შემოტანა საქართველოში. ქართულ ბანკის თუ რაღაც მეშვეობით და შემდეგ ეროვნული ბანკის გავლით და ეროვნული ბანკი რაღაც ტრანზიტულ თავშესაფრად გადაიქცა ბიძინა ივანიშვილისათვის ამ თანხების განთავსება სადღაც ჯერჯერობით მისთვის უსაფრთხო ადგილა. შეიძლება იყოს ემირატები, შეიძლება იყოს სხვადასხვა ოფშორები. თავისთავად ასეთი ტრანშები ბევრ კითხვის ნიშანს და ეჭვსაჩენს. იქნებ ეს ტრანში არ იყო პირველი, რომელიც ქართულ ბანკის გავლით საქართველოს ეროვნულ ბანკში მოხვდა. იქნებ ამ თანხებში მხოლოდ ოლიგარქი ივანიშვილის ფული არ იყო და იქ სხვა რუსი ოლიგარქების ფულიც იყო. ხომ არ ხდება ამ გზით შავი ფულის გათეთრება, თანაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამონაწილეობით. ეროვნული ბანკიდან შემდეგ სად იგზავნება ეს ფული? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა ახლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ფაქტია, რომ ქართულ ბანკის შემოსავლები და გასავლები გასაიდუმლოებულია და მას ეროვნული ბანკი მონიტორინგს ვერ უწევს. ან სჭირდება კი მისი მონიტორინგი საერთოდ. რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამის გაკეთება? ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ამერიკისა და ევროპის სანქციები. ივანიშვილმა სანქციების შიშით დასავლეთის ქვეყნებიდან საკუთარი ფულის გამოტანა დაიწყო, ვინაიდან მისი დასანქცირების შემთხვევაში ოფშორული ანგარიშებიც კი შეიძლება რომ დაუყადაღდეს. ფაქტია, ის არც ერთ შემთხვევაში არ დააყენებს საკუთარ ფინანსებს დარტყმის ქვეშ და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს ეწავა. სწორედ ამიტომ გამოიყენა მან საკუთარი ფულის ფარად ეროვნული ბანკი. არ დაგვავიწყდეს, ეს მხოლოდ ის $500 მილიონია, რომელიც ვიცით. რამდენი ფინანსური მანიპულაცია აქვს ჩატარებული ივანიშვილს მანამდე, ან რას ჩაატარებს ახლა, უკვე დამდგარი სანქციების ფონზე ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. თუმცა ყველაზე გაუმჭვირვალე ქვეყნებშიც კი დიდი ფულის კვალის გაქრობა ძალიან რთულია. ამიტომ სავარაუდოა, რომ ივანიშვილის მორიგი გეგმებიც მალე გამჟღავდება. სიუჟეტის დასაწყისში ოფშორების კანონი ვახსენეთ. რეალურად ამ კანონს შეგვიძლია პერსონალურად ოლიგარქი ივანიშვილისთვის მიღებული კანონი ვუწოდოთ. რადგან სწორედ ეს კანონი გახდა გარანტი იმისა, რომ ოლიგარქს ქვეყანაში შემოაქვს $100 მილიონი ღირებულების ქონება. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ძვირად ღირებული ნახატები თუ სხვა რამ. ის ამაში სახელმწიფოს არც ერთ თეთრს არ უხდის. შეიძლება ბევრმა ადამიანმა ბოლომდე ვერ გაიაზრა თუ რას გულისხმობს ოფშორების კანონი და რატომ არ თმევს ამით ივანიშვილის სახელმწიფო ბიუჯეტს ფულს. ამიტომ მარტივად ავხსნათ. მაგალითად, როდესაც თქვენ უცხოური ონლაინ მაღაზიიდან იწერთ ნივთს,
თუნივთის წონა და ზომა აღემატება გარკვეულ ზღვარს, როცა ის საქართველოში ჩამოდის, მის გამოსატანად თქვენ გიწევთ განბაჟების ფულის გადახდა, რაც რეალურად არასდროს არის ცოტა. თქვენი ეს განბაჟებისთვის გადახდილი ფული სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ივანიშვილს ქვეყანაში შემოაქვს თქვენზე მილიონჯერ ძვირი ნივთები, თუმცა სრულიად უფასოდ. ამ ძვირად ღირებულ ქონებას ალბათ ვერც მისი შუშის სასახლე იტევს. ამიტომ როგორც დროებისთვის ცნობილია, ივანიშვილი ამ ქონებასაც კი საქართველოში დიდხანს არტოვებს და შესანახად აღმოსავლეთის ქვეყნებში მიაქვს. იქნება ეს ჩინეთი, არაბეთი თუ სხვა. ფულის მოძრავი და უძრავი ქონების გადამალვასთან ერთად სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა დაიწყო დიდი რაოდენობით ოქროს შესყიდვა. ეროვნული ბანკი ყოველთვის უნდა აძლევდეს პასუხს იმ შეკითხვაზე, რომელიც ერთი შეხედვით არის უცნაური და ანომალიური. მაგალითად, ანომალიურია ის მოვლენა, რომ ეროვნულ ბანკს არასდროს არ ქონია დიდი რაოდენობის კომერციული ოქრო. ოქრო არის ორნაირი. ერთი არის მონეტარული, რომელიც იყიდა და პირველად იყიდა ეროვნულ ბანკმა 7 ტონა და გადაიყიდა 500 მილიონი და ეს არის ეროვნული ბანკის რეზერვებში, ასე ვთქვათ, შესანახი ოქრო. საჭირო იყო თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას თავი უნდა დავანებოთ. მეორე ხარის ოქრო, რომელიც ეროვნული ბანკის ბალანსში აღირიცხება, ეს არის კომერციული ოქრო. რა იყო ტრადიციულად? ეს იყო მონეტები, მაგალითად, რაღაც საიუბილეო მომენტას გამოუშვებენ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ან ევროპის ჩემპიონატთან, ან უნივერსიტეტის რაღაც 100 წლის თავთან. ეს იყო მცირე რაოდენობის ოქროს მონეტები. ეროვნულმა ბანკმა ეხლა პატარა თხელი ფირფიტები გამოუშვა, ზოდებს უწოდებენ, სამში ზოდი ეს არ არის. არის მცირე რაოდენობის მცირე გრამებში, რამდენიმე ცალი ყოველთვის იყიდება თვეში 1-2 ცალი, 1 კილოგრამიანიც კი 1000 გრამიანი, მაგრამ და ეს არ აღემატებოდა აი ამ ოქროს მარაგი ეროვნულ ბანკში 1 მილიონს, 2 მილიონს, 3 მილიონს, შარშან 500.000 იყო. უცბად ამ წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 2 თვეში დააგროვა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო. არავინ იცის რა ოქრო, ეს შეუძლებელია რომ ეს იყოს მონეტები და ასე შემდეგ და შეუძლებელია რომ ეს მონეტები და ეს ოქროს თხელი ფირფიტები ამ რაოდენობის ვიღაცას ეყიდა. უკვე როგორც ჩანს ეს არის დიდი ასე ვთქვათ წონის და ოქროს ზოდები 13 კილოგრამიანია 50 მილიონამდე დოლარამდე, ანუ თითქმის 150 მილიონი ლარია და მომენტალურად ხედავთ ბალანსში გაქრა ეს ოქრო. 47 მილიონი იყო ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული ოქრო ოქტომბრის თვეში და ნოემბერში გახდა 3 მილიონი. ანუ და 44 მილიონი დოლარის ოქრო ვიღაცამ იყიდა. უნდა გასცეს ეროვნულ ბანკმა პასუხი, რატომ იყიდა? ვისი დავალებით იყიდა? ხომ არ გადაიქცა ეროვნული ბანკი ქართულ ბანკის კანტორად. ეს ხომ არ არის ივანიშვილის დავალება, რომ უყიდოს ეროვნულმა ბანკმა მას ოქრო, ისე რომ ეს არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ეროვნული ბანკის პირადი ფინანსური მიზნებისთვის გამოყენება სერიოზულ რისკებს ქმნის როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ისე მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. თუ ეს დადასტურდება, მსგავსი ქმედებები ეროვნული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტად შეარყევს. სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და პირდაპირ გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.